ჩვენი შოუ 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 საგამომშვიდობით და ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. მე ბამბიბოზე წარმოგიდგინოთ დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი, ეს გახლავთ ბატონი გივი სიხარულიძე. Bueno, día, que me hace otro. Tiempo muy quiero tocar. მოგესალმები ბატონო გივი. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. გაიხარე ძმაო, გაიხარე. ბატონო გივი, თქვენ დაბადების დღე გაქვთ 28 თებერვალს, ხო? დიახ, დიახ. ანუ 29-ში არა, 28. არა. 28. რატო გითხულობ, იცით, აი ისე გამოიყურებით, რომ 4 წელიწადში ერთხელ რო აქვს ადამიანს დაბადების დღე. დაახლოებით იმას შეესაბამება. მადლობა, უფალო ამისთვის, მადლობა. ჩვენმა საზოგადოებამ მიცის, მაგრამ შევახსენებ, ვისაც შესაძლოა არ ახსოვს და ვეთქვი ჩვენს ახალგაზრდებს, რომ თქვენ იყავით სოლისტი, წევრი იმ ლეგენდარული თაობის სუხიშვილების ანსამბლისა, რომელმაც საოცარი გარღვევა მოახდინა და მართლა მთელს მსოფლიოს დაანახა ის დიდებულება, რაც ჩვენს ტრადიციულ ხელოვნებას, რაც ქართულ ქორეოგრაფიას აქვს და აი ამაზე მინდა კითხოთ, როგორ გაიხსენებდით იმ წლებს და როგორ დაიწყო თქვენი მე მარტო ერთი რამე გავიხსენებ, მაგას აი პირველი რასაც ვიტყვი, რომ ნინო რამიშვილი ჩემთვის იყო იგივე დედა. და მას მე იმიტომ ერთი სტროფი დაუწერე ლექსი, ერთი სტროფი. მანამ იცოცხლებ ქალღმერთო ერის, სანამ ქართველი ცეკვავს და მღერის. აი ეს იყო ეს ქალი. ეხლა მეორე, მე ვცეკვავდი იმან სამში მაშინ, როდესაც ფრიდონ სულაბერიძე, საჩვერის სოლისტი რო გავხდი მე ფრიდონ სულაბერიძის იმით მოხდა, იმიტომ მე თვითონ ხოლმე რო წოდინი რამეშუს ახალი მიღებული ვიყავი, რომ შემიძლია ოსური დუეტი ვიცეკო, რასაც ცეკვავდა მისი შვილი. ო ბატონო ზეგიზი თან საოცრად ცეკვავდა. საბერძნეთში ჯერ გამშინჯა, გამატარა და მე უთხრა ნინო რამიშვილს და რო ვიცეკვე ოსური დუეტი, ცხონებული ილიკო ეს უჭკვიანესი კაცი, უჭკვიანესი. ამოვარდა სცენაზე და ესე იძახდა, არიოლ შვილო, არიოლ. არწივი ხარ შვილო, არწივი და ჩამიხუტა გულში. და ანსამბლში რომ მივედი, ძალად მიმიყვანა ჯუმბერ ბერაძე ბარბივდი. ხო. მინდა იცოდეს თემა მსოფლიო. რომ ნურცეთი ერი, ნურცეთი ქვეყანა. ზე პლანეტებიც კი, ნუ დაიტრაფახებენ იმას, რომ ვინმეს უნახია თავის ცხოვრებაში ესეთი უზადო მოცეკვავე, გენიოსი, ცეკვის გენიოსი, როგორიც იყო ფრიდონ სულაბერიძე. მართლა, ნამდვილად. ბატონო გივი, თქვენ კიდევ ერთ დიდ მოცეკვავესთან, ბატონ ომარ ხეიძესთან გქონდათ ურთიერთობა და მისი ცეკვა გენახავთ. ბატონ ომარზე რა სიტყვი? ომარს დაუწერე მე ესეთი ლექსი. როცა არწივი ზეცას ხაზავს მნება აშლილი, იმას მაგონებს ვაჟისაგან ხელი გაშლილი. რაილეთები ტანის ხევა ჩახვეული გადანაცკული, ქართული ცეკვა ჩქეფარე როგორც ალადასტური. ქართულ ცეკვაში არ გეგონოთ მთავარია ფეხი გასმული, მოგრძალება ქალის მიმართ გონგადასული. აი ეს დაუწერე ომარს. არწივი იყო და ლომი. ბატონო იმ პერიოდში ხშირი არ იყო საგასტროლო მოგზაურობები, პირიქით დასავლები, ამას მოკლებულები იყვნენ. სუხიშვილი ამ მხრივ გამონაკლისი იყო. ნუ ეხლა იმ პერიოდის გასწავლებზე გეტყვი ჯერ ესეთი აი რო ჩავედი, ჯერ ვიყავი ლათინურ ამერიკაში 1964 წელში. წარმოგიდგენია? ბრაზილია, ჩილი, პარაგვაი, ურუგვაი, კოსტა-რიკა, პანამა, სალვადორი, პერუ, კუბა. ესე იგი დავიმბენი პატარა ბიჭი ვარ, ბიჭო და მეთქი სადა ვარ ღმერთო ეს რა, ხო აზრახარ. ხო და არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების ადამიანი ხარ. რაინდობას ეროვნება არ აქვს. რაინდა თუ დაიბადა ეროვნება მნიშვნელობა არ აქვს. მეორე. გემოვნებას ეროვნება არ გააჩნია. თელ მსოფლიოში ხუდებოდნენ როგორ იცი? რომ ჩემ თავს მაშინ უთხარი პატარა ბიჭი ვიყავი და ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი რომ წერალი გავხდებოდი რაღაც არავითარი. და მაშინ უთხარი ჩემ თავს რომ ღმერთო ესე იგი მთელი მსოფლიო ერთნაირად ფიქრობს და ერთნაირად აზროვნებს და ერთნაირად ხედავს. რასაც მე ვხედავდი რა როგორ ჩვენ ხდებოდნენ.
რანაეტაში, რანაეთი ბრაოთი, რა ვიცი, ხუთაჯენ ლასკალის სენახო, დაიხურა, გაიღო. ნუ აი ვერ აგიწევ და მე რა სწავარია საფრანგეთში პარიზში. მახსოვს ნანოსტურა და თავის და იქაურა, იქ დაბადებული გაზელები. რამხელა სიყვარული იგზნობოდა ჩვენს მიმართ. დედა ბიჭო, აი ქართველი რო ვიყავ იქ ვიგრძენ, იცი? როგორ უყვარდათ ქართველები, ესე იგი ამ იქ ცხოვრებ ქართველებს. მე ხა მარტო რობაქიძე რა დღეს ხო? და ეხა გენიოსები ყავდნენ და შალიკო ალჩიბაია ვნახე მე, შალიკო ალჩიბაია პარიზში. რო დამადებინა აი აქ ხელი ვიფიქრე ეს ლომია ადამიანი არ არის. და ცირკში გამოდიოდა ეს კაცი. ულამაზესი რა უხრა. ხო და რას აკეთებდა ეხლა გითხრათ გარდა იმისა რომ წევდა იმებს შეძო 100 კილო ეს ძალი ხელი დაეწია 7 ბოთლი ღვინო სვავდა ერთ დალევაზე ფრანგები გიჟებოდნენ რომ ხო და იმან მელაპარაკა მე ბუხუტი დარახველიძეზე ჩემი მეგობარი იყო არ ვიცი რა ეხლა მთელი მსოფლიო მოვიარე ნუ მე სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელი ვიყავი თბილისის კარგად იცი 20 წელიწადი და მსოფლიო მოვატარე ანსამბლსაც და ერთი რამე იცოდეთ რომ ქართულ ცეკვაზე არა ჯერ დავიწყებ ამით ქართულ სიმღერაზე და ქართულ ცეკვაზე დიდი არაფერი პლანეტაზე არ არსებობს. აი ხარ ბატონო და ოსების საპატივცემულოდ მინდა ვთქვა რომ ოსური ცეკვა ეს არის გრანდების ცეკვა. ოსურ ცეკვას ვადარებ მე თავისი ხიბლით არგენტინულ ტანგოს და ფლამენკოს. აი ამ დონის ცეკვა აქვს. ბატონო ჩვენ არასოდეს ჩვენ შოუში ხელსარელი არ მობრძანდებით ხოლმე და ამისთვის კიდევ ცალკე ძალიან დიდი მადლობა და აი ახლა ციგნებით ბრძანდებით წარმოდგენილი და ხო აი ახლა ეს ციგნები მე სხვა შორის დავარიგე ჩემი ერნა წიფურიაროა და თავის გოგონა ნინო მათ დიდი კონცერტი გამართეს აფხაზი ბავშვებისთვის ძალიან ეხმარებიან ისინი აფხაზენ ჩამოსულ წოლილებს და აფხაზეთის თეატრში გამართეს ძალიან დიდი წარმოდგენა და იქ ავდექი და 100 წალი აი ეს ციგნი ბავშვებს დაურიგე რა და აი ამას აწერია თბილისი ძმობისა და მეგობრობის აკვანი და აი აქვე ნახეთ მე ძალიან მიყვარს ებრაელი ხალხი ქართველი ებრაელები და აი რა დავაწერე მიუძღვენი მათ ქართული სტუმართ მასმენძრობით და ებრაული სიბრძნით გაბწყინებული ქართულ ებრაული სახეები და აქ ამაქვს უებრალებზე მოთხრობები და ერთი რამე მინდა კიდე გითხრათ რომ ეხლა ჩვენი მეზობელია სომეხი ერი ხო? რა თქმა უნდა. მე ვორონცოვზე დავიბადე და გავიზარდე სომხების უბანში. ხო და ძალიან ბევრი სიკეთე მაქვს ეხლა სომხებისგან ჩემი მეზობლები იყვნენ და მე მამა გადასახლებული მყავდა პოლიტიკურზე და ფულებს შევქნიდან ისე იმათაც კი არ ქონდათ არაფერი, მაგრამ რაღაცა მანეთიას მაჩუქებდნენ ხოლმე და ხო და პარაიმ სევაქს აქვს ერთი გენიალური ფრაზა. ერაზუმ ჰამფურვეცი, ერაზამანაცი ერაზის მეჩ. მოგიალერსე სიზმარშიო და ცხადშიც ალერსში დავრჩიო. გესმით ეს რა არის? რომ ალერსია ყველაფერი მოფერება. მე ივრითიც ვიცი. და ებრაელებს აქვთ ერთი გენიალური ნათქვამი. აჰავა გდოლა კაიამეთ ბენ ეუდი მლეგრუზი დიდი სიყვარული იყო ოდითგანო ქართველებსა და ებრაელებს შორისო და იქვე არის ნათქვამი რომ ენდაბარ ჰაუმედ ლიფნე ჰარაცონ. არ არსებობს ძალაო რომელსაც შეუძლია წინ აღუდგეს დიდ სურვილს. და იქვეა ნათქვამი იმლო ახშავე მათაი თუ ეხლარაო მაშო როდისღაო და აი მათ დაგვიმტკიცებს ჩვენ რომ ჩვენი სიყვარული წაიღეს ისრაელში რუსთაველის ქუჩა გახსნეს და ტირიან და ბღავიან ჩვენი მიწის სიყვარულით. და თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს იქ დაბადებულებს ასწავლეს ქართული ენა და სიმღერა და ცეკვა. აი აქ ამას. დიდი მადლობა ბატონო გივი, აი ამ საჩუქრისთვის. ახლა თქვენ ახსენეთ ქალბატონი ერნა წიფურია, მისი ქალიშვილი ნინო ჩიხლაძე და სწორედ მათი აღსაზრდელები, კერძოდ გვირილას ფილიალი, რომელიც სკოლა ცოდნის გვირილები არიან ესენი და ძალიან ნიჭიერი ბავშვები, აი ძალიან მეტი რო შეიძლება და ვიცი რომ თქვენთან ახლა დაუთმოთ ასპარეზი აი ბავშვებს ჩვენი შოუს სცენაზე. სანამ დაუთმოთ ერთი რამე მინდა ვთქვა რა. თუ დრო გვაქვს თუ არა. კი ბატონო, გისმენთ ყურადღებით. ეხლა მე კარგად იცით რომ 30 წიგნის ავტორი ვარ დიახ. და გადათარგმნილია ათენაზე მსოფლიოს. და
მე უყურეთ აი რას ვიძახი სულ. ერთი 4 კუპლეტიანი ლექსი დავწერე და თუ შეიძლება კი, რა თქმა უნდა. როგორი მინდა რომ ქართველი კაცი იყოს. აი როგორ ჩემს ცნობიერებაში. აი ესე იწყება ეს ლექსი. ქართველო ქვია. დედის ხელით გამოზრდილო, მამის ხელით გამოწორთნილო. ვაზის მტევნით დამტკბარო და ქართლის დედით დალოცვილო, ერაკლეს ხმლით ალესილო. ვაჟას ლექსით გალექსილო. აი ესეთი მინდა რომ ქართველი ვაჟკაცი იყოს ჩემს ქვეყანაში. დიდი მადლობა გია მოწვევისთვის, შენ იცი ჩემი დამოკიდებულება შეასრულე. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი ერი ბედნიერია, რომ შენ ერი განათლებული, აი ესეთი ქართველი რაინდი ყავს. გაიხარეთ, მადლობა ბატონო გები და ჩვენ დიდი მადლობა მომგანებისთვის. ჩვენი სტუმარია ბატონი მერაბ გეგეჭკორი. ჩემო მერაბ, საღამომშვიდობისა, შემოძრაო. მოგესალმებით. ხო, რო გამოგაცხადეს სტუმარი მეთქი, მე თვითონმე ცოტა მეუხერხულა, იმიტომ რომ ძირითადად მასპინძლის პოზიციაში ხარ ხოლმე შენ ჩვენ შოუში. მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა სხვანაირად მინდა წარუდგინო შენი საქმიანობა ჩვენს გვერდს მაყურებელს, შენ ვინ არ გიცნობს, როგორც საყვარელ არტის, პაროდის, მსახიობს, იუმორის. ამ შემთხვევაში მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ შენ როგორც ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის უსაყვარლესი წევრი, ძალზე ნიჭიერი და უნარიანი აღმოჩნდი იმ მიმართულებითაც, რასაც ქვია მენეჯმენტი და ხალ მართლა წარმატებული დირექტორი, ხელმძღვანელი ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზის, რომელიც პირველად სწორედ ჩვენ გავაცანით ჩვენი შოუს ერთ-ერთ ადრეულ გადაცემაში მაყურებელს, როდესაც იხსნებოდა ეს შესანიშნავი დარბაზი და დღეს უკვე არის მართლაც აი მიზიდულობის ცენტრი ერთ-ერთი, სადაც დუხს და გადმოდუხს საკონცერტო ცხოვრება, ძალიან მიხარია ეს ყველაფერი და გილოცავ შემოძბაო. დიდი მადლობა. მადლობა ასეთ წარდგენისათვის გიორგი ბატონო. მართლაც ახლა ჩემთვის მაგალითად საკონცერტო დარბაზი უცხო არ იყო არასოდეს და ჩემი ცხოვრების უმეტესი წილი იქამა გატარებული, მაგრამ დირექტორობა და ეს პასუხისმგებლობა ცოტა სხვანაირად მოითხოვს. გარკვეული რუტინა არის გიორგი ბატონო ამაში და გარკვეული დაძაბულობა აქვს. მაგრამ მთელი სიკეთე იმაშია, რომ
ის გამოცდილება, რაც ამდენი წლების მანძილზე დავაგროვე, ვიყენებ აქ დირექტორობაში. როგორც არტისტი, რა თქმა უნდა, არ მოვიცება ჩემი არტისტული ბუნება, ეს ესტრადული მაგვარანცხობა და აი მაგალითად ერთ პატარა ისტორიას მოვყვები თუ შეიძლება. თეატრის კორპორატულ ნომერზე რეკავს ვიღაცა ქალბატონი. პასუხობენ ხოლმე და ერთ-ერთ ზარს რატომღაც ჯიუტად ქალბატონი ითხოვს, ვისი ნომერიცა იმან მიპასუხოსო. ნუ კარგი გავაძონდა მომაწოდეს ნომერი და მიხეს რომ აი ეს ქალბატონი თავარ პასუხისმგებელი დირექტორს ახლა დირექტორმა უნდა უპასუხოს და გაისმა ხმა. ალო გისმენთ ქალბატონო მეთქი რომელი ხარ შენ? შენ რატომ პასუხობ მე? შენ გვერდში რომ იმან მიპასუხოს მე? იო გავიხედე ჩემ გვერდში არა ქალბატონო მოთხარ ჩემ გვერდში არავინ და სად რეკავთ მეთქი და სადაც რეკავ მე კარგად ვიცი გაცა მე ქალთან მაგსაკვე და კაცის მოყვანა რა საჭირო იყო ახლა ჩვენ ქალები გავარკვევთ მაგას და კაცები იმდენი მყავს არ მინდა ახლა მაგას ლაპარაკი მიეცი შე მაგას ყურმინი მიეცი ქალბატონო მოთხარ თქვენ ეტყობა შეგეშალათ კიდე მე შემეშალა 3 თვეა $300 დავდე და კიდე მე შემეშალა შენ მიხარ მაგისი ქმარი ხარ საყვარელი ხარ თუ მიხარ შენ მითხარ ქალბატონო ბოდიში მართლა შეგეშალა ეთყობა სხვა ნომერზე არა კაცო რა შემეშალა შენს გვერდით რომ არ დგას ჩემ გვერდით არავინ ქალბატონო აბა შენ ზურგს უკან დგას არ ზურგს უკან კედელია მოთხრა კედელზე მისაყენებელი დიდი ხანია ხარ შენ მაგრამ მე შენთან რა საქმე მიეცი მაგას ყურბილი ქალბატონო ბოდიში არ გაწლის არა კაცო ბოდიში ქალბატონო მაგრამ თეატრში რეკავ და თეატრის ხელმძღვანელი გელაპარაკებით მეთქი თეატრიო კაცო შენ მე ფული დამიბრუნე და მე თეატრში წავდი კინოში ეს ჩემი გადასაწყვეტია კაცო შენ დამიბრუნე რო გელაპარაკები ეს ფულიო მოკლედ არც თეატრის იჯერებს და არ დირექტორობას რა ვქნა გიორგი და გამახსენდა რომ ახლა იუმორინა ხო არის კაცო იცი მარტო დირექტორი ვარ სახიობი კაცი ვარ და მე ვთხარი ქალბატონო ბოდიში მაგრამ იუმორინა ხომ გაგიგიათ მეთქი იუმორინა როგორ არ გამიგია კაცო მაგრამ აქ რაშმაშია მე ვთხარი აი იუმორინაში რომ სახიობია მერაბ გეგეჭკო მეგრელი კაცი მერე ის ვარ მე ვთხარი და თეატრია ეს ვქა თქვენ მერაბი ხართ ხო? ხო, მერაბ გეგეჭკოს არა, ჩემი ვალი. მართალია მაგი. ესე იგი შეცდი მე ხო? კი, ქალბატონო მე ვთხარი შეცდით. დედა, ხო, კარგია, იუმორინა, მერაბ სიჭინა. არა, ქალბატონო მე ვთხარი გეგეჭკო. ორივე მიყვარხარ თქვენ გენაცოთ, მაგრამ $300 ვინ დამიბრუნე? ეს თავისთავად ის მოდი ქალბატონო ვთხარი. ნომერი აგერ. მოგლედ აი დღეს შევოდი რა. ასეთი ზარებით იქნება დაკავშირებული. ჩვენ მე რა მიხარია იცი რომ ეს მართლა ესეთი მულტიფუნქციურ ფაქტობრივად კულტურულ ცენტრად იქცა, სადაც კლასიკური მუსიკით დაწყებული ფოლკლორული საღამოები, იუმორისტული თუ სხვა დანარჩენი ყველაფერს მასპინძლობთ, თანაც ძალზე რიგიანად და მართლაც მაღალი აი ევროპული სტანდარტით და ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო იმისთვის, უკვე შეჯამება შეგვიძლია, იმიტომ რომ მართლა ძალზე წარმატებით ჩატარდა ჩვენი ახალი პროექტი. არის ასეთი ქვეყანა, რომლის შესახებ ჩვენი შოუდან არაერთხელ ვაუწყეთ მაყურებელს და რომლის ერთობლივი ნამუშევარია ტელეკომპანია იმედის მამაშვილი ბაღაშვილისა და ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზის და მადლობა თქვენ ასეთი მასპინძლობისთვის შეუღებელო. მადლობა გიორგი ბატონო და მინდა აუგუსტის საოცრად ეხლა მე ყოველთვის სცენაზე მიწევდა ყოფნა და ეხლა მომიწია პარტერში ყოფნა. ეს რა განცდა იყო გიორგი ბატონო? ეს რა საყოველთაო სიხარული რაღაცა სიმაღლიდან დანახული თავისი სამშობლო ფოლკლორი შემეცნება ამისი და მე ის მსახიობები ვინც იყვნენ ყველა ჩემი მეგობარი და ჩემთვის ნაცნობია მაგრამ იქ სულ სხვა რამე იბადებოდა გიორგი ბატონო და მადლობა თქვენ მამაშვილი ბაღაშვილს ამისთვის.
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჩვენ ძვირფას მაყურებელს აი ესეთი თანადგომისთვის და ესეთი ყურადღებისთვის. აქვე ვეთქვი, იმიტომ რომ ბევრი ზარი გაისმა ჩვენთანაც. არა მარტო ზარი, აი მაგალითად სოციალურ ქსელში ვახტანგ ცალარიძის სახელობის დარბაზის Facebook გვერდზე არ დამავიწყდება 20 წამიანი პატარა ვიდეო ფრაგმენტები იყო და 9 მილიონზე ნაკლები ნახვა არც ერთს არ ქონდა და აი ამ ინტერესისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს. რადგან ვეკითხებოდნენ რომ იქნება თუ არა სრული ვერსია, მზადდება სრული სატელევიზიო ვერსია ტელეიმედთან ერთად და შემოდგომის სეზონზე აუცილებლად შევთავაზებ ჩვენ ძვირფას მაყურებელს. ახლა კი ჩვენ წინაშეა ჯგუფი ურსა. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს ჯგუფს ურსას, წარმატებები უსურვოთ მას. თურმასო მეგობრებო, ქართული ესტრადის ოქროს თაობას სამწუხაროდ კიდევ ერთი დიდებული წარმომადგენელი გამოვაკლდა. სულ ახლახანს წავიდა ჩვენგან შესანიშნავი მომღერალი და მუსიკოსი. ყველასათვის საყვარელი პიროვნება ბატონი გენო ნადირაშვილი. ბატონი გენო ბრძანდებოდა ლეგენდარული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის ორერას გამორჩეული წევრი, რომელმაც თავისი შემოქმედებით უდიდესი წვლილი შეიტანა ამ სახელოვანი ანსამბლის წარმატებაში. იგი გახდა ჩინებული ვოკალისტი, პროფესიონალურად უკრავდა კონტრაბასზე, საყვირზე. ცალკე აღსანიშნავია მისი ორგანიზატორული ნიჭი. მრავალი წლის განმავლობაში ბატონი გენო ბრძანდებოდა ორერას სამხატვრო ხელმძღვანელი. ანსამბლის ერთ-ერთ ვეტერანთან, ბატონ თემურ დავითაიასთან ერთად მან შემოიკრიბა ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლები და მათთან ერთად წარმატებით აგრძელებდა საკონცერტო საქმიანობას, როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ბატონი გენოს სცენაზე და მოусმენია მისთვის, ჯერა არასოდეს დაავიწყდება ეს ამაგდარი ხელოვანი და გულმართალი პიროვნება. ახლა ნება მიბოძეთ შემოგთავაზოთ ფრაგმენტი ჩვენი შოუს გადაცემიდან, სადაც ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა ბატონი გენო ნადირაშვილი და ანსამბლი ორერა. ბატონო გენო, ბატონ თემური, ჩვენ მეგობრებო, ძალიან დიდი სიხარული და პატივია ჩემთვის, რომ დღეს მაქვს საშუალება გიმასპინძლოთ ჩვენ შოუში. ჩვენთვისაც. მთელი თაობებია აღზრდილი თქვენს შემოქმედებაზე და აი მათ შორის მეც და ღრმად ვარ დარწმუნებული,
რომ არა თქვენი მუსიკა, რომ არა თქვენი სიმღერები, ზოგადად ფენომენი, ანსამბლ ორერასი ძალიან ბევრი რამ დააკლებოდა ქართულ ხელოვნებას და თქვენ წლების მანძილზე იყავით ფლაგმანი როგორც ჩვენში, ისე უცხოეთში და არ შემიძლია აი ამ საამაყოდ განვლილი წლებისთვის ძალიან დიდი მადლობა არ გითხრათ. ჩემი და დარწმუნებული ვარ მთელი ჩემი საზოგადოების სახელით. ეხლა შეიძლება ბევრმა არ იცოდეს და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას ბატონ თემურ ვეტყვი რომ თქვენ ხართ რეკორდსმენები ბევრი მიმართულებით მათ შორის გრამ ფირფიტების დღევანდელი ენით რო ვთქვათ ვინილის დისკების გაყიდვის რაოდენობით თუ ვთქვი 300 მილიონი დისკია გაყიდული ხო? კი. წარმოგიდგენთ 300 მილიონი ერთი კაპიკი რო იქიდან შეგვეძლოთ მილიონერები იქნებოდით ყველა. ფინალები უნდა მეყიდა, მაგრამ მაშინ პატარა ისინი. ჩვენს მერე ლედ ცეპელინები გახდნენ რეკორდსმენები. აი საოცარი რიცხვია, მართლა და თქვენ წინვალეთ ასრულებდით და დღესაც ასრულებთ ქართულ კომპოზიტორთა რეპერტუარს, მაგრამ იმავდროულად თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველები იმ ნიშნის და რასაც ქვია უცხოური ჰიტების გაჟღერება. დღეს მარტივია, იმიტომ რომ აგერ არის YouTube, აგერ არის Spotify, მოიძიება და მაშინ როგორ ხდებოდა ამ უცხოენოვანი სიმღერების შერჩევა? აი მაგალითად, ჩემი სიმღერები ჩამოვიტანეთ მონრეალში იყო Expo 67 და იქ პირველად გავიგე Strangers in the Night, Frank Sinatra სიმღერა, Egat My Way და კიდევ ძალიან ბევრი სიმღერები და რო ჩამოვიტანეთ აკა რობერტი მითხრა უნდა შეასრულო. ხო და ბიჭებმა სიამოვნებით დაიტაცეს ეს ამბავი და შევასრულე რა 5 სიმღერა ფრენკის ინგლისურად და სხვათა შორის მაშინ იყო საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრი ქალბატონი ეკატერინა ფურცევა. დიახ. ხო და ბიჭებს დამთავრებული აქვს უცხოენებიო და მარტო ამათ აქვთ უფლება რომ უცხო ენაზე იმღერონ. ისმეს რომ ამოიღო. ვიზა მოგცათ პირადად ხო? რაიჭერია. თქვენი მრავალრიცხოვანი გასტროლებიდან რას გაიხსენებდით? ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო ინგლისში გამოსვლა ლონდონში Palladium შოუში რომელსაც 40 მილიონი მაყურებელი ყავს და ამ შოუში ჩვენ ვიღერეთ 3 სიმღერა ქართული სიმღერა და 2 იტალიური სიმღერა გვიკრავდა 40 კაციანი ორკესტრი უკან ჩვენ გამოსვლა რომ დამთავრდა საგრიმიოროში რომ შემოვედით ტელეფონი ზარი გაისმა და სურაბიაშვილი ჩვენი ინგლისურის მცოდნე სპეციალისტი აიღო ყურმილი და ბიჭოს დაიდახა ქართულად და ყველამ შევხედე რა ხდება და ელაპარაკა 1-2-3 წუთი და მერე დაემშვიდობა რეკავდაო ბითელზების იმპრესარიო ბრაიან ეპშტეინი. ლეგენდა. ეხლა ბიჭებმა უყურეს ოფლიო ჯოუ ბიზნესის. ამ გადაცემასო და ძალიან დიდი სურვილი აქვს თქვენთან შევხვდროსო და გაცნობისო. ზურიკო მუთხრა რომ ჩვენი ვიზა ხანმოკლეარიო და ამისთვის საელჩოში უნდა წავიდეთ და იქ გავარკვიოთ ამის ამბავიო. ხა ეგეთი სიტუაცია იყო. ბითელზები იმ პერიოდში იყო უარყოფი და ჩვენთან აღგული აკრიტიკებდნენ და რაღაც ცუდ რაღაცებს წერდნენ. ხო და არა და რა საინტერესო შეხვედრა იქნებოდა და შემოქმედებედად იქნებოდა მართლა ჩვენ მოგვიწია განუმეორებელი მოვლენა. ველოდებოდით, მაგრამ პირველი რას გითხრეს რომ რას ერჩიანო რა ქვია ბითელზებსო 30% შემოსავლისო პროფკავშირებს ურეცხავსო მუშებს და ხარიებებს მეტი სოლიდარობა რა გინდათ ხო? თქვენთან რატო დამძღავენო თუ არ მოწონთ მუსიკა ნუ მოусმენენო და მოკლედ რომ მივედით საკონსულოში იქ დივანი იმამ გითხარით რა ბიჭებო იდეოლოგიურად და პოლიტიკურად ამ მომენტში არ ერეო დადებითიო აი ბითელზების მიმართო აუცილებლად პასუხს მომთხოვენო და აი ესე ჩააგდო ერთი ჩინოვნიკის ხუშტურმა და გადაწყვეტილება ასეთი შეხვედრა. დაურეკა ზურიკოს და უთხრა რომ თუ 24 საათში არ გავიდეთ ინგლისიდანო ვიზა გავგიფუშდებაო და ასე არ შედგა ჩვენი შეხვედრა ხო და სხვათა შორის ამერიკული ბილბორდი კრიტიკული ჟურნალი ჩვენზე წერდა ძალიან კარგი დადებითი სტატია დაწერა
და მაგალითად მოგვიყვანა სინთეზი ფოლკლორისა და თანამედროვე საესტრადო მუსიკის ჟანრის და აი ჟღერადობაზე კიდე გამახვილ ამ პოლიფონიაზე და სამწუხაროა რომ დღესო მათი ეს სტილი ვერავინ ვერ გაიმეორაო და დასავლეთში თუ იყო ბითლზები აღმოსავლეთში მეფობდაო ქართული ანსამბლი ორერაო აი გამხელა შეფასება იყო მეგობრებო მე მინდა აი ვიჭერს მადლობა გადაუხადო ვის დღეს არ არიან ჩვენთან გაიხარეთ ეს არაჩვეულებრივი უნიჭერესი ხალხი იყო მადლობა იმათ ისინი არ ყოფილიყო დღემდე ჩვენ ვერ მომოვიდა რა თქმა უნდა თქვენ ბატონი ზურა იაშვილი ახსენე და ვახსენოთ პირველ რიგში რა თქმა უნდა ბატონი რობერტ ბარძიმაშვილი უბა გიკაბიძე ყოველწუთში გვაქვს იმა მეღვინეთ უხუსესი და აი ეს დიდებული შემადგენლობა რომელიც თქვენთან ერთად ამ საოცარ წლებს ასაგრავდა და განაპირობებდა ფენომენალური მოვლენა იყო ყველანაირი გადაჭარბების გარეშე. სამი ხან შემორჩით მე გენო და ნანი. ღმერთმა დიდხანს გამყოფოთ. მე ბატონო გიორგის ციკლაუს გადავეცი ჩემი უფლებები. აღარა ვარ ანსამბლის ხელმძღვანელი, ეხლა არის გიორგი ციკლაური და ეხლა ახალგაზრდები, აი დათო მაღლაკელიძე ჩვენი და ჩვენი ზურა მირზიაშვილი არაჩვეულებრივი ბიჭები ვენაცვალე რა და გაგზელებენ ესენი ჩვენ საქართველოს იმედია ტრადიცია გაგზელებენ დაწუნებული ვარო ღირსეულად გაგზელებენ მოდით გადავიდეთ უკვე სასიმღერო ნაწილზე და შევასრულოთ პოპური სიმღერებისა რომელიც ავტორი გახდა დაუვიწყარი ბატონი გოგი ცაბაძე გთხოვთ ჩვენი შოუს სცენაზე Čaluble Karite tratventas Nego varo am gostu gauge Ras gauge veneta Vai vela khedamaze Roza shenubekeda Varom sheni davadevis dageiqo Armi miremneda Vai velar khedamze Roza shenubekeda Varom sheni afsarevis dageiqo Armo miremneda Movia eshorizemi sadar matvinda Vezebeda vezat bove neswam tazmida Vezebeda vezat bove neswam tazmida Rolok shorne vidvitat momenateli Sushi mudam shlialebe Sheni jadrebi Sushi mudam shlialebe Sheni jadrebi
ეცარუხრი არავის არც არავის ვემონები არც ბატონო არავის არც არავის ვემონები არც ბატონო არავის უზახარჯა თუ მაქშენი არ უმარვი არავის არა მაქვს რა გასაცები არც ესაფო არავის არა მაქვს რა გასაცები არც ესაფო არავის ცოცხალი ვარ ცოცხალი შენი თმობით ვიწვევი მოგდები და ფერფლა გადაგეღარები ცოცხალი ვარ ცოცხალი შენი თმობით ვიწვევი მოგდები და ფერფლა გადაგეღარები